გამარჯობა მეგობრებო, ბრუნდებით ჩვენი პოდკასტით, ცოტა განახლებული ფორმატით და იმედია რომ გაცილებით უფრო საინტერესო იქნება ჩვენი თქვენთან ურთიერთობა. პავლიკა, ჭედო და ლუკა ვიქნებით თქვენთან. შენც რაღაცა ლუკა აღარ გამოდის ახლა ჩვენ. არა, ლუკა ვარ ახლა. გვარებით მოგმართავ. ალექსანდრე. ხოჯი. პრინციპში ხო ეგ და მოვისწა ლუკა რომ მეორე სახელია შენი და ასე რომ ჯდება. მთლად პირველი სახელი არ გითხრობს. კაია. მოგესალმებით. გამარჯობა ხალხო. მე მიხარია რომ ამ ხალხთან ერთად ვარ და მიხარია ისიც რომ ისეთ პროფესიონალებთან ერთად ვარ რომ ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება აქვს, განხილვაც და მე უკვე თქვენთან ერთად ყველაფრის გაგვაწითლა ეგრე. შეგეპარა ხო შენ ცეკნერი? ხო, მოკლედ ჩვენ ვისაუბრებთ არამხოლოდ ფეხბურთზე, არამხოლოდ ჩხუბზე, ზოგადად სპორტს შევეხებით. ჩხუბია კაცი. ხო, ჩხუბია ხა ძირითადად თემა იყო. ხო და იქნება სპორტული პოდკასტი. ოღონდ აი ბევრის თხოვნა არის და სურვილი რომ ბევრ სხვა სახეობასაც შევეხოთ და შევეცდებით მაქსიმალურად ხა თავს ვერ დაუდებ რომ შულდის ყორცნაში ძალიან კარგად ვარ გათვითცნობიერებული, მე მგონი არც თქვენ, ხო? მაგრამ შეძლებს დაგვარად ამაზე ვისაუბრებთ. ხო და დავიწყოთ რა. კარგი პერიოდი არის ამ ხრივ. მე მიყვარს ეს პერიოდი სპორტში. ყველაფერი რომ თავდება, ხო? და რომ უნდა დაისვენო. ყველაფერი რომ თავდება, რომ ისვენებ და აი რაღაცა ეხა ისეთი ზაფხულია სამწუხაროდ, როცა არ არის არც დიდი ტურნირი სანაკრებო, არ არის არც ევროპა, არ არის არც სოფლიო არაფერი, მაგრამ მაინც კარგია, იმიტომ რომ არის რაღაც საინტერესო ამბები და ის ახში რო ვარ ხოლმე წყნარად ვიყურებ, ეგ პერიოდი ყველაზე მეტად მიყვარს რა და ყველაზე მნიშვნელოვანი, მოდი მაგით დავიწყოთ მაშინ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ზაფხულს რაც ველოდება არის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. ეგ ისეთი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, რომ არა სვანაძის გუნდი, რომელმაც კიდევ ერთხელ მოახერხა გასვლა ევროპის ჩემპიონატზე. ამხანაგური შეხვედრა ჰქონდა. ნუ თქვათ არ არის დასამალი სეტანტა სპორტსი ანახებს, შეიძლება ინტერესებდეს ვინმე ამ ევროპის ჩემპიონატს, სამხანაგური სეტანტაზე იყო, უყურე, არ იყო კარგი თამაში, მაგრამ ამხანაგურით მსჯელობა ეხლა არ ღირს ხო რა თქმა უნდა, რუმინეთს შევხვდით, ან რუმინეთი ასევე ძლიერი გუნდია, რუმინეთს გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. იმის თქმა მინდა რომ, ავი ჯერ კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო რამასვანაძეს და მის გუნდს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია და მწვრთნელებს საქართველოს მაინც უჭირს დღემდე რა, თაობა წამოვიდა, ნაკრები კარგი ყავს, მაგრამ მაღალ დონეზე მომუშავე ქართველი მწვრთნელები ამ ეტაპზე მაინც არ არიან და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რამასვანაძე, რომელიც მართლა ძალიან ნიჭიერი მწვრთნელი არის, ძალიან კარგად შეხედული ფეხბურთში კი ბატონო. ჯერა რომ საკმაოდ მაღალ მიზნებს მიაღწევს თავის სამსულო კარიერაში და ეგ ქართული ფეხბურთის ბევრი დიდად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და რთულ ჯგუფში მოხვდით ძალიან, პოლონეთი ყავს და პირველი თამაში 11-ში გვაქვს პოლონეთის ნაკრებთან და პორტუგალია და საფრანგეთი. ძალიან რთული ჯგუფი არის, მაგრამ იქ გასვლა უკვე დიდი წარმატებაა. წინაზე გვახსოვს რომ ჯგუფიდანაც გავედით არანაკლებ რთული ჯგუფიდან, ჰოლანდია ყავდა, პორტუგალია ყავდა, ბელგია ყავდა. ჯგუფიდან გავედით და აქაც ბიჭები დარწმუნებული ვარ რომ ბოლომდე იო, მაგ როგორ არის, ანუ გამომდინარე შენი გუნდიდან კი არა, უბრალოდ იცი რა კითხვა მინდა დაგისვა, ანუ ამ რთულ ჯგუფში რო ხვდები. ხო. ანუ კენჭისყრის დროს შენ გადანაწილებული ხარ როგორც სუსტი არა, იცი რა არის, უკვე ევროპის ჩემპიონატია. ხო, არა, კალათა არის რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე ჯგუფსაც რო ჩახედო, ყველა ძლიერი გუნდია რა. ანუ და ფინალური სტადიაა და მათ ყველა ძლიერი სტადია, თან 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი არ არის როგორც დიდების იქ 24 გუნდი აქვს, ცოტა გუნდია. ამ ჩათვალე რომ ვინც არის, ყველა ტოპ გუნდი არის რა. მეორე ჯგუფში იტალია, ესპანეთი არის, ვიქაც რომ ხო? ხო. თან ყველაზე მაგარი რაც არის რა. წერან გიოს ვაუბრობდა ამ თემაზე რა, რომ რამაზ სვანაძე ალბათ ის ერთ-ერთი მწვრთნელია ფეხბურთელებში რო ხუჩა გამოგვიჩნდა, ხო იცი კვარაცხელია რა, სუპერვარსკვლავი და ნათელი წერტილი რა. აი მგონია რომ რაღაც მწვრთნელის როგორც მწვრთნელი რამაზ სვანაძე რაღაცა ეგეთი ნათელი წერტილია ჩვენს ქართულ მწვრთნელებში რა. რაღაც სხვანაირად ჩანს ეს რამაზი ჩვენს იმაზე რა ქვია, სამწვრთნელო რუკაზე რა. კი, ხო, არა, ეგრეა, იმიტომ რომ
ჯერ ერთი აი ადამიანს ეთყობა, ხო? ანუ რაც განათლებული ტიპი, ნიჭიერი სპეციალისტია და თავის თავზე მუშაობს. რამე ყველაზე მეტად სპორტსმენში თუ სპეციალისტი ყველაზე მეტად მაგას ვაფასებ ადამიანს ზოგადად, რომ რაღაცა შეიძლება ნიჭიერი იყო, მაგრამ ამ კაცს ეთყობა, რომ მუდმივად მუშაობს. ან ნაკრების მნიშვნელობა თან როგორი რაღაცაა, ხო იცი, რომ სამ თვეში ერთხელ გაქვს შეკრება რა, ის მაქსიმუმ და იქ ორი კვირა და ერთი კვირა და მთავრდება ყველაფერი, მაგრამ ამ კაცს ეთყობა, რომ ამისთვის ეს არის სისტემატური სამუშაო და მუდმივად დადის თამაშებზე, თავის ფეხბურთელებს აკვირდება, იქ სელექცია, იქ ძალიან ბევრი რაღაცა არის, რომელსაც კარგად აკეთებს და სხვანაირად ხო ხა წარმოიდგინე პირველი ნაკრებია პრაქტიკულად ვინც ესეთი შესარჩევიდან ფეხბურთში გავიდა დიდ ტურნირზე. ჩვეულებრივი შესარჩევიდან ეს 21 წლამდელთა ნაკრები, ამიტომ წარმატებები უნდა უსურვოთ 16 გუნდია, კი ბატონო, ჩემპიონატზე და ყველა საკმაოდ ძლიერი გუნდია რა. და კიდევ ერთი გასახარი ამბავი ის არის, რომ მაგარი პლიადაა რა აქაც. ანუ შევსება იქნება კარგი რა. ჯერ ესენი ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ ვიღაც ის დამატება აუცილებელი არის და ეს კარგი მოთამაშეების კასკადი არის გასახარებელი. რამდენიმე ფეხბურთელი ჯერ კიდე არის 21 წლამდელებში ისეთი, ვისაც ეროვნულში უკვე დიდი გამოცდილება აქვს, ხო? იქ აზაროვი ისე 21 წლამდელებში თამაშობს, საზონოვმა საბედნიერო ტრავმა მოიშუშა, აგერ რუმინეთთან ითამაშა და ევროპაზე იქნება. გოგლიჩიძე იქნება ასევე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიჭია, წარმატებები უსურვოთ, მოკლედ და მერე უკვე თამაშები იქნება და თვითონ ვისაუბრებთ ხოლმე. განვიხილავ დეტალურად. კარგი, რადგან აი ახლა გავდივართ ეთერში, მოდი მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი-ორი სიტყვა ვთქვა, ხო? წარმოუდგენელია, არ შევაფასოთ, არ დავაფასოთ, არ აღფრთოვანდეთ ხოჭა კვარაცხელიას ამ შედეგით. ეხლა ზოგი პარი სენ-ჟერმენის შედეგითაც აღფრთოვანდა, მაგალითად მე. დიდი ხანია რომ ვქომაგობ და როგორც იქნა ეს მოხდა. მაგრამ ეხლა ძირითადად ერი გაგიჟდა და გადაირია ქუჩაზე და არის ეს გასაგიჟებელი და გადასარევი ამბავი, იმიტომ რომ უნიკალურ ამბავს მიაღწია ჯესტი პირველი ქართული გოლი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მერე ძალიან მაგარი თამაში ქუჩასგან. ერთმანეთშიც ხშირად ვსაუბრობდა, თქვენც გინახავთ ფლანგზე რაც იმუშავა დაცვაში განსაკუთრებულად კვარაცხელიამ. ამის არ დანახვა, არ დაფასება და არ აღფრთოვანება ამით არის წარმოუდგენელი, იმიტომ დუმფრის ვინმე თუ გააჩერებდა, ნახდათ არ მეგონა რა. ეგ რიოთ ფერდინანდთან ალბათ ბევრმა ნახა ხუჩას ინტერვიუ. უბრალოდ მაგას გაუსვა ხაზი, ერთ-ერთი კითხვა დასვა რა, დაუსვა ფერდინანდმა კვარაცხელიას, რომ საიდან მოყვება ეს, რომ დაცვაში ამდენს მუშაობ, ეს ხო ფინალამდე იყო, ეგ ერთი მომენტი კაი, მაგრამ რაც პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, ანუ გიჟივით არის დაცვით ფუნქციებს ასრულებს, სასწაულო კვარაცხელია და ზუსტად ეგეთი ფორმულირება ქონდა რიოს კითხვას, რომ ძალიან ბევრი ვარსკვლავი შენი დონის, შენი პოზიციის მოთამაშე უკან არ ჩამოდის. იმიტომ რომ და ძნელიც კითხავს, მაგრამ დიდად ვერ ავალდებულებს, იმიტომ რომ წინ იმდენ საქმეს აკეთებენ, იმდენ ნიჭიერები არიან, რომ დაცვაში თამაშს ვეღარ თხოვენ ისე და შენა ესე დარბი ხარ წინ და უკან და ამ ხელა დაცვით სამუშაოს ასრულებო და ეს სადისწავლე ლუის ენრიკეს მოთხოვნაა თუ რა არისო და ხუჩას პასუხი იყო ეგეთი რომ ეგეც, მაგრამ უფრო მეტად ის რომ მე აქ ძალიან კარგად უგზნობ თავს პარი სენ-ჟერმენში ძალიან კარგად დამხდნენ და მე მინდა რომ ყველაფერი მივცე ამ გუნდს რაც შემიძლია და ამიტომაც არის რომ დაცვაში ისევ თამაშობ როგორც ჩეტევაში. ყველაზე მაგარი მანდის არის რომ ეგეც იცის კარგად. მაგრამ მე ადრეც ვთქვი. ბოდიში ადრეც ვთქვი ეგ და ეხლაც ვიმეორებ რომ ნაკრებშიც იგივე სრულდებით ხუჩასგან თავიდან ბოლომდე. კი ბატონო. თან რა სავალია დაფიქსირდა ძალიან ბევრი რეკორდი ამ ფინალზე. ხო. პირველი ის რომ ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ქართველია ვინც ლიგა აიღო. ასევე დუე მომწონს მე ძალიან მაგარი ბიჭია და ხუჩას და დუეს ეს ტანდემი არის ლუის ენრიკეს ერთ-ერთი ალბათ საკვანძო მომენტი იმ კუთხით რომ ისე ლამაზად და ისე თავისი და თავისუფლად ცვლიან ამ ფლანგებს, ან გეგონება მოთხოვნაც არ არის ამ დროს მწვრთნელის, აი ერთმანეთში ისეთი ქიმია აქვს, რომ ამ ყველაფერს აკეთებს. ხოჭოს ფინალში არ იყო. აი ბევრჯერ არ შეიძლება. მარცხნივ იყო თავი თითქმის მთელი თამაში კვარაცხელი. რეკორდი იყო კიდევ ის, რომ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული ფინალია. 5-0 სხვაობა. მე მგონი მე 19 წლამდე 19 წლის არის ხო დუე როგორც მახსოვს. ხო, დუე 19 წლის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მე მგონი ფინალში 2 გოლი გაიტანა და სამსაგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. ასევე იყო მე მგონი იმ დღეს ჩავხედე და მაგას უყურებდი რა. ასევე იყო მე მგონი 2-0 პირველ 20 წუთში არ ყოფილა. მე რაღაც რეალი მახსოვდა თითქოს რომ იგებდა პირველად, მაგრამ არ ყოფილა მასე.
პირველ 20 წუთში იყო PSG რო იგებდა მოკლედ პირველ 20 წუთში 2-0, ესეც დიდი გაქცევა იყო და ლუკას ველაპარაკებოდი იმ დღეს მაგაზე და მე ვიციო მე არ ვიცოდი ნამდვილად მეორე ფრანგული გუნდია ვინც ლიგა მოიგო და ორივემ მოიგო მიუნხენში და ორივემ მილანური გუნდების წინააღმდეგ. მარსელი იყო პირველი კი ბატონო. მე მახსოვს კიდეც ერთ თამაში გახსოვს? კი, გახსოვს კი არ მახსოვს. მე ბებერი ვარ ეგრე კი არა. არ გეტყობო ვიზუალურად ვიზუალურად არა, მაგრამ მეხსიერებაში ჩამჩენდა. ხო და მოკლედ უახლოეს პერიოდში 21 წლამდელები ახსენა გიორგიმ და არის რა თქმა უნდა სანაკრებო შესარჩევი და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი და ამაზეც ბუნებრივია ჩვენ შემდეგ გადაცემებში უფრო ხო ჩვენი ნაკრების ამხანაგური თამაშებიც არის და ამაზე ვისაუბრებთ უკვე შემდეგ კვირაში როცა ორივე თამაში ჩატარებული იქნება აუცილებლად ნაკრებზე ვილაპარაკებთ. ხო და სასაუბრო იმდენად ბევრია ხო? რომ მოდი ნელ-ნელა სხვა თემებზეც გადავიდეთ. როლან გაროსზე გადავიდეთ. მე ვერ ვმალავ და აი ხუჩათი ახტონებას ხო ვერ ვმალავ და წინა კვირას ნოვაკმა მოიგო მესამე ტურნირი, მეასე ტურნირი და ნოვაკი გავიდა შემდეგ ეტაპზე ისევ ნოვაკი მიიწევს ფინალისკენ და ეს არის რა ვიცი სინერის ბარიერსაც თუ გადალახავს იქნება ვთქვათ საოცრება. ხო, რთულია, მაგრამ ფაქტია რომ კაცი ამ მასაკში არანორმალურ ჩოგბურთს ამაშობს. ერთი რაც კარგი მოხდა, ნუ კარგი არ ვიცი, ვიღაცებს უფრო სენსაციები უყვართ ხოლმე, მაგრამ 4-ვე ის ჩოგბურთელი გავიდა ნახევარფინალში, რომელსაც ველოდით რომ უნდა გასულიყო. ნუ ჯოკოვიჩი, სინერი, ალკარასი გასაგებია. და მუზეტი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში სასწაულ ჩოგბურთს აჩვენებს და ერთ-ერთი ფავორიტი, მეოთხე ფავორიტი იყო ჩემთვის რეალურად და გავიდა კიდევაც ნახევარფინალში. ძალიან მაგარი ნახევარფინალები. ძალიან კარგად თამაშობს რა. კი, მუზეტიდან ძალიან მოუმატა. ყველაზე პროგრესირებადი ჩოგბურთელია ამ მომენტისთვის. დააკვირდით იტალიელებს რა, შეხედეთ რა ხდება. ცოტა ლირიული გადახვევა მექნება, მაგრამ მომიტევეთ. რა ამბავში არის ხო ეს გასეულში არის ყველაზე მეტი წარმომადგენელი იტალიას ხავს უკვე დაფიქსირდა ეს და მიიწევენ წინ ახალგაზრდა თაობი ძალიან მაგარი ჩოგბურთელები გამოჩნდნენ სულ ამბობ ხოლმე აი რომში რო ჩადიხარ პირველი თვალში რაც ხდება პირდაპირ თვითმფრინავიდან რო გადახედავ ეს არის კორტების რაოდენობა ანუ კორტები ხო რაღაც თავისი ფორმა აქვს ხო ეს ოთხკუთხედი კი მართკუთხედი და ჩანს რა ადვილად ხდება თვალში უამრავი 1 2 3 5 10 20 კი არა 100 და 200 აი ზემოდან რო უყურებ სულ კორტია აი შედეგი ჩვენთან корпуси ავაშენოთ სპორტის ნაცვლად. ასე არ ხდება. მე შედეგებს ითხოვდა. შედეგი საიდან გამოჩნდება თუ არ იქნება ინფრასტრუქტურა. ეგრეც ვერ იტყვი ხა ბოლო პერიოდში ჩვენთანაც ინფრასტრუქტურას ყურადღება. არა, რას ვთქვი, მეტი უნდა იყოს. გაცილებით 100-ჯერ, 1000-ჯერ მეტი უნდა იყოს. ხო, გოგონებშიც ჯოკოვიჩი არის საოცარი ტიპი რა. ჯოკოვიჩი უნიკომია. მე უბრალოდ ვერ ხვდები ამ ადამიანის ლიმიტისაც შეიძლება, ანუ ამ ადამიანის ლიმიტს ვერ ხვდები, ანუ შეზღუდვა სადა აქვს ზოგადად ამ ადამიანს. ეგ იმიტომ არის დიდი. მე ვფიქრობ, რომ ну ეს ჩემი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა მე ზოგადად ნოლეს ვქომაგობ ძალიან ბევრი წელია, ჯერ კიდე 2006-2007 წლიდან. ეს არის ჩემ თვალში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ათლეტი, ვისაც კი ოდესმე სპორტთან ქონია შეხება რა. მაგალითი, გარდა იმისა, რომ უდიდესი ჩოგბურთელია, თავისი ცხოვრების სტილი, როგორც ცხოვრობს, როგორც უდგება ამ თავის პროფესიონალიზმს და როგორი ტიპიც არის ზოგადად, ანუ ხო შეიძლება რომ ძალიან დიდი სპორტსმენი იყო და ძალიან მაგარი სპორტსმენი იყო და მაგალითი იყო გასაგებია, მაგრამ აი რაღაცნაირად ტიპი არ იყო ისეთი და რომელიც შეიძლება ყველას არ მოწონდეს, აი ყველას მოწონს, მიუხედავად იმისა, რომ ნადალის და ფედერერის ეპოქაში იყო ჯოკოვიჩიც, მაინც აი ხა ორივე დაასრულა კარიერა, თუმცა იმ ძველი სამეულიდან გონია რომ აი სინერსაც რო შეხვდეს ხა ჯოკოვიჩი, ვისაც გამოვლილი აქვს ის ბატალიები იმ ძირითად სამეულთან, ვისთანაც ჯოკოვიჩს გონია თავარი ომები. გონია რომ მაინც უფრო ჯოკოვიჩისკენ უნდა გადაიხარო რა. რატომღაც აი დადებითი მასტია, დადებითი ტიპია, დადებითი ის მოდის აურა და ზოგადად ჩემ თვალში
ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტსმენია რა. ნუ რთულია მაგაზე შეგამოთო ხა. ყველაფერი მოიგო, რაც შეიძლებოდა რომ მოიგო და ბევრჯერ ძალიან. და ერთადერთი ჩოგბურთელია, უბრალოდ შენგანაც მაინტერესებს ეგ, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი აქვს. კი, ყველა ტიტული, ერთადერთი ჩოგბურთელი, ყველა ტურნირი აქვს მოგებული. ნუ ATP-ს ეგიდით ხა ეს. ერთი სლემი რაც უთამაშია ყველაფერი. დიდი მუზარადი მთლიანად ვერ შეკრა. წელიწადში ვერა, მაგრამ ნუ ყველა ტურნირი აქვს მოგებული, სადაც უთამაშია ერთხელ მაინც ყველაფერი. მაგიტომ არის შტეფიგრაფი უნიკალური. ხო და მოდი იმაზე რო ვთქვა არ შემილია ჯოკოვიჩი და ეს მამაკაცთა თანრიგი იმ გოგოს გვარი ეხაც არ ვიცი რა გვარია მაგრამ ნუ წარმოუდგენელია ტურნირ შეხვდა 361 იყო ნუ 360-ე სადღაც ეგრე wild card-ი მიცეს იმიტომ რომ ტრავმა ჰქონდა მანამდე აქილევსი თუ მუხლი არ მახსოვს უბრალოდ და ერთი წელი ვერ თამაშობდა მაგრამ მანამდეც რამე განსაკუთრებული გაუკეთებია კარიერაში არაფერი 21 წლის აჯერ ერთი და მეიჯორზე პირველად თამაშობს, ან დიდ სლემზე ძირითად ბადეში, საერთოდ პირველად თამაშობს. wild card-ი მისცეს და მოუგო ყველას ყველაფერი გავიდა ნახევარფინალში. ზოგადად ჩოგბურთი მაგიტოა რა, ეგეთი მიმზიდველი სპორტი, ჩემთვის რომ ეგეთი რაღაცები ხდება, მით უმეტეს ქალთა ჩოგბურთში, იმიტომ რომ კაცებში ეს დიდი სამეული და კიდე 3-4 ტიპი არავის არაფრის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რომ ეგეთი სენსაცია მომხდარიყო რა, ერთი ჩილიჩმა მოიგო, ნიშიკორი შეხვდა ფინალში და ეგ იყო რა. მაგრამ დელ პოტროს და ეგეთ ტიპებს მარის და ვავრინკა სენსაციად ვერ ჩათვლი, იმიტომ რომ ისინი ძდიდები იყვნენ და ქალებში ხდება პერიოდი ემარადუკანუ მოიგო, ხო იქ ლეილა ფერნანდესი იქ კიდე იყვნენ ხო პერიოდულად რა ხშირად. ხო ანდრეესკუ და ვიღაცები, მაგრამ ბოლო დროს აქაც გართულდა, იმიტომ რომ ქალთა ჩოგბურთს ჰქონდა სერიოზული ჩავარდნა წლების განმავლობაში, როცა ესე ტოპ მოთამაშე არ ყავდა. ხანვინ იყო, ხანვინ იგებდა, ხანვინ და ბოლო პერიოდში ეგრე აღარ არის. არის ვიცი თუ არის შვიონტეკი, არის ვიცი თუ არის საბალენკა, იქვე კოკოგოფია, ანუ არიან რა, ეს ორი და პლუს კიდე ორი, ვინც ხებს არაკარებენ რა იმ ტიტულებს, მაგრამ ამ ბავშვმა გოგო მოახერხა და საოცარია რა. ხალხმა საერთოდ არ იცოდა ვინ იყო, ადგა და გავიდა ნახევარფინალში. ისეთი მონაცემებიც ამ ბოასონს არ აქვს, მაგრამ ფაქტია რომ 22 ხო და ეს გადაცემა ხვალ იქნება ეთერში, მაგრამ ძალიან მაინტერესებს დღეს უნდა უყურო საბალენკა შვიონტეკს და ადრევი ფინალი. აგრეთ რა. თუმცა დათმო უფრო შვიონტეკი მგონია მაინც. შვიონტეკმა მაინც დათმო პოზიციები ბოლო პერიოდში. ხო. 4-ჯერ აქვს მოგებული რომ საბალენკა დღეს საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც როლან გაროსი რახან არის ცოტა შვიონტეკისკენ ვიყო, მაგრამ რა დომინანტია, აუ საბალენკა არის კატასტროფა. რაღაცა. ჩამოართვა შვიონტეკს ეგ პირველი ნომრობა აშკარად. გადავიდეთ მაშინ კალათბურთზე. და აქაც ხა ისეთი მოვლენები იყო რთული ამას გვერდიაო რომ ჯერ ესეთ სუპერფინალი ვიცით უკვე იქნება NBA სუპერფინალში ახლა ეს თქვენი თემაა მე უბრალოდ სანამ მაგაზე გადახვალთ ჭედოს თემა იყო ხო კი ბატონო მაშინ ევროლიგაზე თქვა ჯერო მოიგო ევროლიგა ფენერმა და მოიგო ძალიან ადვილად ცოტა მეც ველოდი ფინალში მონაკოსგან მაგრამ ასე მოხდა და ოლიმპიაკოსი გავიდა მესამეზე, ხო? პანათინაიკოს მოუგო ოლიმპიაკოს. სხვა შორის ეხლა მიდის საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალები, პანათინაიკოსი, ოლიმპიაკოსი და მესამე თამაშს ვერ ატარებენ, იმიტომ რომ ერთი ამბავია, იყო ჩხუბები, იყო გაწევ-გამოწევები, პოლიცია, მილიცია, ყველაფერი იქ არის და თავრობა, ქვეყნის თავრობა ჩაერია, მოლაპარაკებები არის ორივე გუნდთან. ორივე გუნდის გულშემატკივრებთან და ხელმძღვანელობასთან რომ როგორme მესამე თამაშს ჩაატარონ ერთ-ერთია სერიაში ანგარიში პირველი პანათინაიკოსმა მოიგო სახლში მეორე პირეოსში ოლიმპიაკოსმა ერთ-ერთი არის და ჩაატარებენ თუ ვერ ჩაატარებენ გადამწყვეტ შეხვედრას მაგაზე არის ლაპარაკი და პანათინაიკოსი ოლიმპიაკოსი შეხვდა მესამე ადგილისთვის არა და ბევრი ელოდა რომ ფინალი იქნებოდა რა არ ყოფილა არასდროს ბერძნული დერბი ევროლიგის ფინალში მაგრამ ერთმა ფენერთან წავაგო მეორე მონაკოსთან და მე ფენერს გულშემატკივრობდი იასიკიავიჩის ხათრით და გამიხარდა რომ მოიგეს. წარმოგიდგენია რა შეიძლება მოხდეს მესამე მატჩში? ხო, ნუ საგიჟეთია იქ უბრალოდ. მოყვა იქ ყველაფერი პანათინაიკოსის მწვრთნელი არის თურქი ატამანი, რომელიც სამგზის ჩემპიონია ევროლიგის, ორჯერ FS მოაგებინა ერთხელ პანათინაიკოს და პირეოსში ოლიმპიაკოს გულშემატკივრები სკანდირებდნენ და აგინებდნენ თურქეთს. ატამანის გამო, ნუ თურქეთი ისედაც არ უყვართ საბერძნეთში. პირდაპირ თურქეთზე იყო, ატამანს და შენი თურქი დედას კი არ აგინებდნენ, პირდაპირ თურქეთის დედა. და ნუ ატამანი ძალიან გაბრაზებული იყო, ინტერვიუები მისცა, რომ ქვეყანა არ უნდა მიგინონ, მე მაგინონ, მაგრამ ქვეყანას რა. ნუ სწორია ხა რა. დიდი ამბებია მოკლედ. მაგათთან ძალიან რთული ამბავია. საინტერესო ამბავი იყო, ბოდიში გავაგრძელე, ევროლიგის 4-ფინალი ხო აბუ-დაბიში იყო. არ ვიცი ნახეთ თუ არა.
ოლიმპიაკოსი და პანათინაიკოსის ფანები აბუ-დაბიდან რომ დაბრუნდნენ ოთხფინალიდან ეტყობა გადაждომა ჰქონდათ ქუთაისში, კოპიტნაში. და 4 რეისი გადაედოთ, 200 კაცი იყვნენ სულ რაღაც ნაწილი აქედან წავიდნენ, რაღაც ნაწილი სხვა იმებიდან, აეროპორტებიდან ალბათ და ერთი 100 კაცი პანათინაიკოს, 100 კაცი ოლიმპიაკოსი და 4 ფრენა გადაედოთ 48 საათი იყვნენ კოპიტნაში. წარმოიდგინე სანამ დაბრუნდებოდნენ ათენში. მოდი NBA-ზე ვიდით ხა. უკვე ვიცით ვინ არის ფინალში, ეს არის OKC და ინდიანა. პრინციპში ხა დასავლეთიდან OKC რო გავიდა ფინალში, მე მგონი არავის არ გაქვკვირვებია, იმიტომ რომ ეს გუნდი მე ჯერ კიდევ ალბათ 2 წლის წინ, მაქსიმუმ ალბათ 2 წელიწად ნახევრის წინ მე დავწერე ესეთი სტატია, რომ თუ ეს გუნდი არ დაიშლება აქ ისეთი ბიჭები შეიყანენ და ისეთი ქიმია აქვთ, კიდევ ერთხელ გამოვმეორდები ერთმანეთში, რომ ეს გუნდი აუცილებლად გავა რაღაც შედეგს და ეს შედეგი, ამ შედეგს აი თითქოს 2 წლის წინაც ხედავდი, რომ მინიმუმ ფინალს მეთქი ითამაშებენ თქო, ოღონდ თუ პლეი-ოფის გამოცდილება ექნება თქო რა, ანუ ამას რატო ვიძახი, რომ პლეი-ოფი და რეგულარული სეზონი აბსოლუტურად სხვა კალათბურთია და ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან რა. იქ თუ მიდის ჩვეულებრივად რაღაცა რეგულარული როგორი კალათბურთი გახდა, იცი გიო, ანუ შენც კი ვიცი, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში აი რაღაცა all-star-ი რო არის ხოლმე რა, აი თითქოს აი უფრო რაღაცა გათვლილი სილამაზეზე, შოუზე და ასე შემდეგ. ნამდვილი კალათბურთი ყოველთვის იწყება ხოლმე all-star-ის მერე და რა თქმა უნდა პლეი-ოფები და ეს გუნდი OKC ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჩაიბარმა ძალიან კარგმა მენეჯმენტმა, ძალიან კარგმა მწვრთნელმა და დღეს უკვე ვხედავთ ამის შედეგს. მე მგონია რომ ალბათ წესით game 7 არც უნდა იყოს ამ ფინალში. ხო, აი მაქსიმუმ ალბათ 4-2, არ ვიცი ესეც რატო. თუმცა ინდიანას არ გამოვიცხა, მაგრამ მაინც ფინალია და ხო, ფინალია და შეიძლება მოხდეს, ხო. მაგრამ ინდიანაზეც ხო უნდა თქვა 1-2 სიტყვა, ეს გუნდი ამ ჰალიბარტონ, ეს მაგარი ბიჭია, რატო აი მთელი სეზონია უყურებ და აი ისე ლამაზად და ისე ლიდერობს ამ თავის გუნდს, რომ აგერ მოიყვანა ფინალამდე და თან კიდე არ გაუულია მარტივი ბადე რა ინდიანას. საკმაოდ ისეთი რთული ბადე გაიარა და თან კიდე დამაჯერებელი, იმით რა ქვია, დამაჯერებლად დახურა სერიები. ნახოთ რა იქნება. აი მომენტი იყო ჰალიბარტონი რომ MVP-ს წოდებას ელოდებოდა და სიაკამს რომ იცი. ნაბიჯი ქონდა უკვე გადადგმული რომ აიღო ჯილდო და უცებ გამოაცხადეს რომ სიაკამი გახდაო კონფერენციის ფინალის MVP. ძალიან მინდა რომ OKC მოიგოს იმ. ხო, ალბათ ხა ისეთ ფავორიტია რომ პირველად ესეთ OKC მოიგე იმსახურებს ახლა. ნუ შაი გახდება ფინალების MVP-ს, ყველაფრის MVP გახდა და თან რაღაცნაირი წელია რა ისტორიაში პირველად PSG. აგერ OKC-ც მიადგა უკვე მაგ. კარგი, მაგ ისტორიაში პირველადზე მოდი გადავიდეთ ნელ-ნელა ხელბურთზე, სადაც მაგარი თემაა რა. Paris Saint-Germain-ი ერთი კლუბი ზუსტად ანალოგიურად იქცევა ხელბურთშიც. იქცევა და ანუ ყველა სუპერვარსკვლავი მოყავდა და შედეგი არ არის რა. ლიგას ვერ იგებს, ვერ უახლოვდება მოგებას. იმ დროს ვამბობდი, მორიგი რეპორტაჟი იყო ჩვენს არხზე და მე მგონი ახაც იგივე უნდა გააკეთოს რა. გიორგი ცხოვრებაძე უნდა მოიყვანოს Paris Saint-Germain-მა თავის გუნდში. გახდება ჩემპიონი. და გახდება ჩემპიონი. აი ეს მაგალითი ხვიჩასი ლიგა არ აქვს მოგებული არ გამბა. არასდროს. და როგორი კლუბია, იცი? ზუსტად იგივეა რა. ვიცი ვინც არიან კაცო. ერთი მფლობელი, ერთი ის მილიონები ჩადებული შიგნით. ფაბრეგასები და კარავატი ჩემპიონი. ყველა და არ არის. ყველა მანდი იყო. არ არის. ამიტომ ცხოვრებაძე უნდა მოიყვანონ და მიაღწევენ იგივე შედეგს. გაითვალისწინეთ თუ ვინმე ხმას მიაწვდით. არა უნდა მოიყვანონ. ხო და გახდა ჩემპიონი? ჯერა ოთხფინალი ახლა იქნება, შემდეგ კვირას იქნება ოთხფინალი. ორი გერმანული კლუბი ტრადიციულად, მაგდებურგი და კილი, ბარსალასა, შენთონაც ხვდები რომ პოლცელი და ნანტი ფრანგული. ესენი ერთმანეთში გარკვეულ. გოგოების ჩატარდა უკვე ოთხფინალი და ვთქვათ რომ დიორმა მოიგო მერვედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და აბსოლუტური დომინანტი არის. სამწუხაროდ იქ რამდენიმე ცნობილმა მოთამაშემ, მათ შორის კატრინ ლუნდემ
იცი შენ დანის ნაკრების 45 წლის ასაკში ითამაშა კიდევ ერთი ფინალი ვერ მოიგო, მაგრამ არ აუშავს. ხო და აქ კიდევ ერთ თემას უნდა შევეხო ხელბურთში. ძალიან მაგარია შენ რო ახსენე ეს ბერძნულის. Euro 1000-ია კიდევ ერთი ტურნირი, ყველაზე დაბალი რანგით, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის შემდეგ და იქ ერთმანეთს შეხვდნენ ალკალოიდი მაკედონიური და ათენის აეკი. ესე იგი პირველი მატჩი ათენში ალკალოიდმა მოიგო და განმეორებით შეხვედრა პირდაპირ ეთერში უნდა ქონოდა ჩვენც და არ დაიწყო თამაში რა. და რა ხდება, ხო წარმოგიდგენია ხა მაგათ მაკედონიელების და ბერძნების ურთიერთობა. ესე იგი მაკედონიელებმა არ შემოუშვეს 200 გულშემატკივარი, ვიზა არ მისცეს უბრალოდ უკვე შეთანხმებულზე და პლუს 3 მწვრთნელი, სამწვრთნელო შტაბიდან 3 კაცი. და ამათმა არ გამოვალთო სათამაშოთო რა. აუ ხო ეწლა მუდარა რაღაც რომ გამოდით, უკვე იქ იყვნენ, აი დაწყებული პირდაპირ რეპორტაჟი, ისინი ხურდებიან და ესენი გასასვლელში დგანან. ჩაიშალა. შანსი არ არის არ გამოვალთო რა, სანამ ჩვენი ხალხიო და ესენი ვეუბნებიან როგორ საზღვარზე არ შემოუშაო ქვეყანამო და რომ აი ახლა მიდითო შემოიყვანეთ და მაშინ გამოვალ და ვითამაშ. და ჩაიშალა თამაში გამეორებით თამაში არ ყოფილა ჯერ და ხა მიდის განხილვა ჩატარდება თუ არა. გიჟები სრული. იქ ამბავი იყო. მე მინდა გითხრა რომ ბერძნებზე უარესები არიან მაკედონიელები. კირილ ლაზაროვი ყველაზე მაგარი ლეგენდა. ლაზაროვი ხო ნაკრების მწვრთნელია. არა, ალკალოიდის თავმჯდომარე და პირველ ტიტულთან იყო ახლოს ხო. ხო და მოკლედ ერთი ამბავი და აი არ ჩაკრა. გიჟები, სრული გიჟები, ერთის და მეორე. მაგაზე გამახსენდა ხა ეგეთ დაპირისპირებაზე შაბათს თუ კვირას წინა თამაში ალბანეთი სერბეთი. ოჰო. ალბანეთს დაუშვეს ერთ ჯგუფში მოხდა აღარ მახსოვდა, ერთ ჯგუფში მოხვდნენ და ეხლა პირველივე თამაში სერბეთი თამაშობს. საჯივინარი. ირანაში. საჯივინარი არ ვიცი, მაგრამ ისა უნდა იყოს ომი. ხუთლები. ომი იქნება. ალბათ ხო, იმიტომ რომ ალბანეთი სერბეთი წყვეტა უნდა იყოს. ეგ საყურებელი თამაში. ყველა ვარიანტი. ხო, ეს დერბი ბევრი არის ახლა და რაღაცა ოქი წყვეტა თუ სადმე უნდა იყოს და სადმე ცემატყეპა უნდა იყოს, აგერ უკვე MMA-ის კვირაც MMA-ზე გადავიდეთ მე მოგორდა, აგერ არის ჩვენი ბიძინა, რომელიც არის მოდი, ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ორ შაბათს გვექნება შემდეგ გადაცემა, რომელიც სამ შაბათს დაიდება და იქ უკვე დეტალურად ამას განვიხილოთ. ეხლა კი გითხარი რა ხდება. გვექნება, იმიტომ რომ ბევრი მოვლენაა. ხო, ანუ პრინციპში ახლა ანონსის სახით შეიძლება ითქვას ის, რომ ხვდებით ბრაზილიელ მეტოქეს პერეირას, თან ესეთი გვარია რა, პერეირა რა, ბევრ რაღაცას რო პერეირა. ხო, მოკლედ რა და რაც უყურეთ ახლა იმ დღეს მე და ლუკაც უყურებდით რა, ამ ბიჭს და საკმაოდ ისეთი ტიპია რა. დამრტმელი ბიჭია, თან უნივერსალია, ქვემოთაც სტრაიკინგშიც არსად არ გძნობს თავს ისე რაღაცა უცხოოდ. საკმაოდ კარგად ირტყმევინება, თუმცა მე რა ვიცი ხა ამ სპორტს ზოგადად 4-5 წელია უკვე ძალიან მაგრა უზიოა რა, ანუ ნიუანსების დონეზე და ბიძინას აქვს ის უნარი, რაც ყველაზე მაგრად მომწონს ამ ბიჭში. რა გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარია, გასაგებია გრეპლინგშიც, ჭიდაობაშიც, სტრაიკინგშიც, აქვს სასწაული ხასიათი რა, ანუ რაც ყველაზე მაგრად მომწონს აი ამ სპორტში, რომ თუ სიტყვაზე შედიხარ იქ, იმიტომ რომ იქ შეიძლება რაღაცა მაგარ მეტოქეს ხვდები და იმის რაღაცა უნარებს უყურებ და ასე შემდეგ, ეს ბიჭი საერთოდ ეგეთ რაღაცებს არ განიხილავს. შედის, იმიტომ რომ ისის თავისი უნარები და ეს არის ამ ბიჭის ყველაზე მაგარი თვისება, რომ გასაგებია, რომ იცის და იცნობს ახლა ვისაც ხვდება, ზუსტად იცის ყველაფერი. უბრალოდ დარწმუნებულია თავის თავში და აი ეს მაძლევს ხოლმე იმის გარანტიას, რომ ვიცი, რომ ეს ბრძოლა დამთავრდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ დამთავრდეს რა. თავს მოვაჭამო და ნახოთ ეს თავს მოვაჭამო. იყო და როცა იცოდა უკვე მაგბრძოლის შესახებ, კარგად დაახასიათა. იმ ჩინელი რომ უნდა ყოველდღე იმაზე ლაპარაკობდა. არ შეიძლება ის მეტოქე რო არ დაახასიათო კარგად, იმიტომ რომ მართლა კაი ბიჭია რა. რეიტინგშიც მაღლა, კარგი. მე წავიკითხე თვითონ ბიზნესად მე მგონი ბრეივის ეს ხელმძღვანელი ვინც არის, ის ამბობს, რომ თუ ბიზნესამ ეს ბრძოლა მოიგო საქართველოს იმსახურებს, რომ ბრეივის ღონისძიება ივენთი მართლა ეგ არ ვიცოდი, მართლა აუ რა მაგარი იქნება. ჩვენ ახლა UFC გვინდა, მაგრამ ბრეივი არ არის ისეთი პატარა ორგანიზაცია. მაგას ვამბობ, შორეული პერსპექტივა შეიძლება UFC და ბრეივი თუ ჩამოაქვს. ძალიან მაგარი იქნება. ძალიან კაი ამბავი იქნება. იმედია ბიზნესმა მოიგებს და აუცილებლად მოიგებს.
ბუკმეკერებიც თვლიან, რომ ბიზნესი აშკარა მერაბზე თვლიან, მერაბი არის კვირას, ხო? მერაბი კვირას არის. რამდენიმე საათშია მერაბი. ხო, ნუ ეს ბიზნესი ევროპაში და საღამოს არის და ის უკვე გამთენია. ბიზნესი ლუბლიანაში იბრძვის, მერაბი ნიუ-ჯერსიში. მერაბი ხდება შონ ომალის, ვისთანაც მოიპოვა მან პირველი ჩემპიონობა და ის პირველი კამარი, რომელიც მისთვის იყო სანუკვარი და ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი ოცნება აისრულა მან თავის ცხოვრებაში, რა არ ვიცი, ნუ ისეთი ვარსკვლავია და ისეთი ბიჭია და ისეთი სპორტსმენია, რომ დიდი შანსია, რომ ალბათ ყველაზე მთავარი ოცნებაც აისრულა. მოკლედ ხდება შონ ომალის, ეს ბიჭი ხა ვინც იცის UFC და ვინც იცის ზოგადად MMA, ყველა მიცით რომ ეს არის სუპერ ვარსკვლავი, რომელმაც ძალიან მაგრად დაამენეჯმენტა თავისი კარიერა და ანანასებიაც ემინა ჯერ დენა ვაიტმა. მერე უკვე დაიწყო რეიტინგში შემობიჯება და მოკლედ იმ დუხით შემოვიდა რა, პირდაპირ ესე ვიტყვი რეიტინგში. რა დუხით ჭირდებოდა UFC-ს მაყურებელს და ზოგადად დენა ვაიტს. დენა ვაიტი იცით რომ ძალიან ისეთი ტიპია რა, შოუმენია რა თვითონაც რა და ზოგადად ძალიან უყვარს შოუს დადგმები და ამიტომაც დაუგვიანდა ჩემი აზრით ყორსთოვაში მერაბ დვალიშვილს ჩემპიონობა, რადგან ჯერ თვითონ იძახდა რაღაცებზე უარს და მე რაღაც დიდ შემთხვევებში შეიძლება გავამართლო, შემთხვევაში შეიძლება ვერ გავამართლო, იმიტომ რომ მაინც სპორტია და ეს ყველაფერი მაინც საბოლოო ჯამში პროფესიონალის უკავშირდება რა. უბრალოდ მან არ იჩხუბა თავის მეგობართან, რამოდენიმე ჯგუფი დათმო და არ ვიჩხუბებო თქვა და წესით ჩემი აზრით 1-2-3 წლის ჩემპიონი უნდა იყოს. მაგრამ მაინც კარგად მოხდა ყველაფერი რა. გაწმინდა მთელი ბიზნესი, ყველას მოუგო. აღარავინ არ არის. ეხლა ომალი ვერ იტყვი რომ რიგში იყო, ხო? რეალურად ვინმე კონტენდერი კიდე რო ყოფილიყო მაგ დივიზიონში, ის შეხვდებოდა და არა შონი. უბრალოდ ტიპი აღარ არის, მანდ რომ ვინმეს უნდა მოუგოს და კიდე ყველაზე მაინც ჩემპიონი იყო და მოუგო და ეხლა რაღაცა საინტერესო იქნება მეორე დაპირისპირება. ტიპი აღარ არის, ვისაც შეიძლება შეხვდეს და ეგრე არის. ნამდვილად მასია და თან შონი ეხა ამ ჩხუბისთვის ძალიან მაგრად მოემზადა მე რასაც უყურებ რა. გარდა იმისა, რომ პირველ ჩხუბში შონი იყო ცოტა დაძაბული, იმიტომ რომ ხდებოდა ის ზუსტად იცოდა შონმა, რომ დაბლა მოუწევდა ჩხუბი. უბრალოდ არ მოემზადა, არ ვიცი, ისევ თავის სტრაიკინგის იმედი ქონა თუ რადგან მაგის იმედი აქვს. ეხაც აქვს სტრაიკინგის იმედი, მაგრამ მთელი ეს პერიოდი აი ხა მთელი ეს კემპი ემზადება დემეტრიუს ჯონსონთან. დემეტრიუს ჯონსონი ისიც ალბათ ვინც არის ყოფილი UFC-ის ჩემპიონი, უმსუბუქესი წონის და სასწაული მოჭიდავე და მთელი ეს კემპი ემზადება დემეტრიუსთან და იცის რომ მოუწევს ხოხიალი. მთელი ჩხუბიდან ნახოთ როგორ მოემზადა. არის რომ ერთი დარტყმა უნდა გაატაროს თორე შეიძლება მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს, იმიტომ რომ მოემზადა სპეციალურად მაგისთვის. რეპლინგისთვის ხო, მაგრამ რომ ვერ აჯობებს მაგაში თვითონ გამორიცხულია ეგ სამ თვეში რომ ეხა აჯობო ადამიანს რომელიც მთელი პარტერში მიწაზე მეტი უნდა გაკაჩოს რომ მე მზად იყოს ბოლო წამამდე რომ იქნება ერთი დარტყმა გაატაროს. მე მგონი ომალის შანსი ეგ არის. ეგ არის კი და მერაბი იძახის რომ ის მინდაო რა ქვია გავთიშო. ხო, უნდა გავთიშო და მერაბ ნუაშინებ რა. იყავის შენი თავი. და ორივე ფავორიტია და მე მგონი რომ მერაბიც გაგვახარებენ ამ მომენტზე. და მაგაზე მეც ეგრე მგონია. დეტალურად ვისაუბრებთ. და მე უკვე ილიას ბრძოლაც მოვა. ილიას ბრძოლა გვიწევს თვის ბოლოს კი. მოიანებით კი ბატონო. ამაზე დეტალურად ჩაგიშლით შემდეგ გადაცემაში და გავივლით ამ ყველაფერს. ფრენბურთზე ელაპარაკა, ფრენბურთზეც უნდა ვთქვა. ეს გადაცემა როცა დაიდება ზუსტად მაშინ იქნება. თამაში ლუქსემბურგის ნაკრებთან, საქართველოს ლუქსემბურგი, სპორტის სასახლეში ზემოთ მაღლივთან სპორტის სასახლეა იქ. ხო, ისე მოგიწოდებს რომ წახვიდეთ და უგულში იმიტომ რომ დასწრება უფასოა რამდენადაც ვიცი და ნუ ფრენბურთი ისეთი სპორტია რომ ყოველ დღე ვერ დადიხარ რა, ეგეთი სისტემატურად არ ტარდება ჩვენთან მაღალი დონის ღონისძიებები და სანაკრებო დონე არის. გოგონების თამაშია საუბარი, რომელმაც დაიმსახურეს რომ მივიდა დუბლს შემოადგენლოთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ისლანდიასთან პირველი თამაში ისლანდია მასპინძელი იყო იმ თამაშის, მაგრამ
ძალიან მოულოდნელად წავაგეთ, აუცილებლად მოსაგები თამაში იყო, იმიტომ რომ ისლანდია რეალურად სუსტი გუნდია, 3-2 წავაგეთ იყო მოგების შანსი, თავიდან მარტივად ვიგებდით, მე რაღაცა აირია. სამაგერად მეორე დღეს მოუგო საქართველოს ნაკრებმა ავსტრიას, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და რომელმაც იმის შემდეგ დღეს უკვე იმ ისლანდიას რომელმაც ჩვენ მოგვიგო 3-0 მოუგო, ისე რომ ახლოს არ გაიკარა. ეგეთ ჩვენ ახლა სადაც ვართ კი ვიცით და კოეფიციენტები ავიღოთ და ბუკმეიკერები როგორ აფასებდნენ და ახლობით 20 ქონდა საქართველოს მოგებას ავსტრიასთან. კი ბატონო და ეგეთი თამაში მოვიგეთ 3-2 ძალიან მაგრამ ბრძოლაში და. ანუ პოტენციალი გვაქვს უბრალოდ ეგ რაღაცა ჩამოყალიბების სტადიაშია. ხო, ასე რომ პარასკევს ანუ უკვე დღეს შეიძლება ვთქვათ რომ გვაქვს ლუქსემბურგთან 19 საათზე და კვირას არის ძალიან საინტერესო თამაში ლუქსემბურგს მე მგონი მოუგებთ თანადვილად და კვირას არის მნიშვნელოვანი თამაში ასევე 19 საათზე ზემოთ სპორტ სასახლეში საქართველოს ლატვია სერიოზული გუნდია და ღირს მისვლა და თან კვირაა მე მგონი ყველას ეცლება, კაი ამინდია, მიდი უყურე ფრენდს სიამოვნე, შემატკივრე. სიმპათიური გოგოები კარგს სპორტს. კი ბატონო. უბერავენ. კი ბატონო. კარგი, ფრენბურთის ვახსენეთ, ჰოკეი ვთქვათ, ხომ სოფლიო ჩემპიონატი დასრულდა ცოტა ხნის წინ და ეს ბატალიები პირდაპირ ეთერში იყო და ვუყურეთ. როგორც ისე მოიგო ამერიკამ, ხო? სხვა შორის ძალიან ბევრი კომაგი ყავს ჰოკეის. მე ნამდვილად არ მეგონა თუ ამდენი ხალხი ჰოკეის უყურებდა. წარმოუდგენელი არ მქონდა. რაღაცა საბჭოთა პერიოდის შემდეგ ვთვლიდი რომ ჰოკეიმ გადაინაცვლა რაღაც მეორე პლანზე. არა, ასე არ არის, თურმე ბევრი უყურებს და კომაგობს. 92 წელი არ ქონდა შეერთებულ შტატებს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი. საგიჟეთია და ეს ოცნებაც აიხდინეს. სამწუხარო შვეიცარიამ ისე წააგო. მადლობა ვის? მადლობა ვის? კანადა ვინ გააგდო? დანია. ხო, დანია. ძალიან მოიგებდა ეხა ეს აშშ. ხო, კანადა თავის ყავდა. აუ, რა ვარსკვლავური კანადა იყო. ეგეთი კანადა კაიხანი არ ჩასულა. გააგდო დანია. როგორ გავარდა უბრალოდ? ეგეთი სენსაცია ერთ შეხვედრაში ძალიან იშვიათი. რა იქნებოდა კოეფიციენტის? ბევრი ნუ 20 ქონდა მაგასაც, მაგრამ ავიღე კანადას. არა, წარმოუდგენელი ამბავი. თან კანადაც არის და კანადაც. ჩამოდიან შესუსტებული შემოდგება, ახლა ვარსკვლავური იყო და ჰოკეიში როგორ არის ხოლმე? 1-დან 8 როცა პირდაპირ მოგებაზე თამაშს კი არ ძირითად დროში მოგებაზე ძალიან მაგარი ფავორიტი ხარ რა, იმიტომ რომ ხო არ არის ეგეთი კოეფიციენტები, ფეხბურთს კი არ 1-დან 8 რო გაქვს, ანუ მაგარი ფავორიტი ხარ და უნდა მოიგო და კანადას ქონდა 1-დან 0-9 თუ 0-5 თუ რაღაც წარმოიდგინე და ეგეთი თამაში წააგო. ჰოკეიში იმიტომ რომ 2 და 3 რო გაქვს და მეტოქეს 2-დან 8 რო აქვს, ის 2 და 3-ის დიდი ფავორიტი არის რა, იმიტომ რომ იქ დამატებ ძირითად დროში ვამბობ რა. 2 და 3 რო გაქვს მოგებაზე, მთლიანი თამაშის მოგებაზე გაქვს 1 და 6 სადღაც რა. ამას ქონდა ძირითად დროში 1 და 0-5 თუ 0-3 მოგებაზე წააგო ეგეთი თამაში. და წარმოიდგინეთ რომ თან ფინალი 2-1 თან 1-0 იგებდა კანადა. და ბოლო 2 წუთში გაუტანა 2 შაი. აუ მან ლაივზე რა იქნება. არც დამთავრებული იყო. ხო და ფინალიც იყო 0-0 მორჩა სოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჰოკეიში წარმოიდგინე. 3 პერიოდი 0-0 რა დაძაბული იყო ხო წარმოგიდგენია და ბოლოს ოვერტაიმში სადაც უკვე 3-3 თამაშობდნენ 0-0. კი როგორ არ ყოფნა მე აქ თვითონ ფინალი? ფინალი არა, ფინალს გულის. და ოვერტაიმში 3-3 რო თამაშობენ იქ უკვე გაუტანა შტატებმა ძალიან მაგარი გოლი და მოკლედ ამერიკის შეერთებული შტატები არის მსოფლიო ჩემპიონი. დაიწყო სხვა შორის სუპერფინალი ჰოკეიშიც. ედმონტონმა მოიგო, აქაც თუ არ ვსები ოვერტაიმში იყო. ხო, ოვერტაიმში მოიგო. ძირითადად ფრედ დასრულდა ფლორიდას თამაშება, ისე შეგახსენებთ, მაგრამ აქ მე მგონი ესე გადაწყვეტილი არ არის ყველაფერი. აგებდა ედმონტონიც 1-3 და ბოლოს დაკაჩა. მოკლედ აი ესეთი ამბავი და ის აუცილებლად ვახსენოთ, კი შეიძლება ეს გადაცემა როცა დაიდება მაშინაც არ იყოს დაწყებული ჯერ და შეიძლება შემდეგ გადაცემაშიც ვახსენოთ, მაგრამ ჩვენი ძიუდოისტები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან და წავიდნენ ძალიან ისეთი რა ქვია, ცეცხლოვანი შემადგენლობით. სულ წარმატებია. და სულ წარმატებია. ძიუდოზე ცალკე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, როდესაც დაიწყება უკვე მსოფლიო და ეს ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება არის 21 წამდელები ახსენე შენ და რა თქმა უნდა ძიუდოც ხსნაც ბევრ მედალს ელოდები და ბევრ ჩემპიონს თავისთავად. ხო, ეს ისეთი გადაცემა გამოგვივიდა უკვე შემაჯამებელი ყველა სპორტს შევეხეთ, მაგრამ ამ პარასკევი შაბათი კვირა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ბევრი სპორტული მოვლენაა, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ქართველებიც, მაგერ ერთა ლიგა არის, გუშინ ნახეთ რომ გერმანიამ წააგო ალიანს არენაზე პორტუგალიასთან, დღეს ხვალ უკვე გვეცოდნენ რომ მაგის ეს გადაცემა როცა დაიდება ესპანეთი, საფრანგეთია, ძალიან მაგარი თამაში, მაგის ფინალიც ჩატარებული იქნება, მოკლედ შემდეგ გადაცემაში ბევრი საინტერესო თემა გასარჩევი, ასე რომ
მადლობა ვიყურა და თამაში გვექნება იმაში. როლან გაროსის დამთავრებული იქნება, NBA-ის ფინალი დაწყებული იქნება. ხო, შაბათი. მერაბის თამარი გადაკიდებული იქნება, თუ გადაკიდებული უკვე აქ ვერ იქნება თორე მოვიყვანდით. მე მგონი ერთი 2 საათიანი გადაცემა გამოგვივა. დიდი გადაცემა გვექნება, იმიტომ რომ ბევრი ამბავი იქნება მოსაყოლი და გასარჩევი ასე. მოკლედ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. მოიცა ერთიც უნდა დავამატო რა. ეს რა მოყვე ვარიანტი არა, ფორმულა 1 იყო. და ფორმულა 1-ზე უნდა თქვა, იმიტომ რომ ამაზეც მთხოვს ძალიან ბევრი, რომ აი შენი აზრი გამოთქვი და აი მე MotoGP-ზე უფრო ვარ ახლა გადასული, მაგრამ კარგი ფორმულა 1-ზე ვთქვით, რომ მოტოციკლი მერჩევია. ოსკარ პიასტრი მოიგო ესპანეთის გრან-პრი, მაქს ჰქონდა პრობლემები, შეასკდა მეტოქეს და მხოლოდ მე-1 ადგილზე გავიდა, კულები დაკარგა. ალბათ ჩემპიონობა გაუჭირდება Verstappen-ს მიმდინარე სეზონში, მაგრამ მაგრამ რა ვიცი, McLaren-ი დომინანტია წელს და ასე მოხდა. მაგრამ ერთი უნდა ვთქვათ, რომ მე აღარ უყურებ ფორმულა 1-ს, იმიტომ რომ იცი რა, სიჩქარე მომიმატე მეორე მოსახვევში, ეს არ მომწონს. მომწონს, როდესაც გადასწრება არის, მომწონს, როცა ტექნიკას მართავს კარგად რაიდერია თუ პილოტია და აი ეს რომ ზედმეტად ტექნოლოგიები ჩაერთო ამაში ვერ რა, საჩემო არ არის. თუმცა წლევანდელი სეზონი არის ამ ხრივ გამორჩეული, იმიტომ რომ როგორც ჩანს ახალი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება მაინც. მე უკვე საინტერესო. ლუკა, იცი რა მაინტერესებს, ანუ ეს მონაკოს ტრასა ყველაზე საშინელება. ყველაზე ისეთი იდეაში ყველაზე მაგარია, მაგრამ ყველაზე საშინელება. და ტექნიკურად ყველაზე ძნელია ალბათ, ხო? არა, იცი რა, კვალიფიკაცია თუ მოიგე გასწრება უკვე ფაქტობრივად შეუძლებელია. ხო, გადასწრება არის შეუძლებელი. სხვა შორის, ინდიანაპოლისის რბოლა ჩატარდა ინდიკარში, ინდი 500 ლეგენდარ ბოლა არის ალბათ და ალექს პალოუ მოიგო მაგარი ეს 28 წლის არის ტიპი და ყველაფერი მოგებული ქონდა, ერთი ქონდა დარჩენილი და ესეც მოიგო. ეგ როგორ იქნება, იცი, ლემანი თუ გაქვს მოგებული ინდიანაპოლისი და მონაკო, ხარ აი мама რა. სამივე ერთად თუ გაქვს მოგებული ალონსო. ტენისში რო 4-ვე გაქვს მოგებული ეგ ამბავია, ხო? არა, აქ უარესია. ტენისში ერთ სახეობაში ხარ, და წარმოიდგინე რომ ფორმულა 1, ინდიკარი კიდე რაღაცით გავს და ლემანი საერთოდ სხვა ბოლიდია. ისიც არ გავს ინდიკარის ფორმულა 1-ს. ანუ სულ სხვადასხვა მანქანებია რა. და ეს სამი ტრასა თუ მოიგე, ხა. იქაც სხვადასხვა საფარზე ხარ მომენტ. მაგ ფრი შეიძლება შეგარი. ხო, ხა დაჯექი იმაზე. Toyota Prius-ზე და მე გადაჯექი Ferrari-ზე, ერთ და იგივეა, არ არის. ხო, მაგრამ იქაც ხო Prius-ებით გაჯიბრებიან. სად? Prius-ზე რო გადაჯდები. Prius-ები შეჯიბრები. ხო. კარგით, მოკლედ აი ესე სადებიუტო გადაცემა ესეთი იქნება და მე ვნახოთ უკვე მიუყვებით ნელ-ნელა და ნებისმიერ ვარიანტში მე მგონი მოგეწონებათ, იმიტომ რომ რაღაც საინტერესო თემებს შევეხები, სტუმრების გვეყოლება, ხო არ დაგვაუწყდეს ეს რომ სტუმრების გვეყოლება. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ალაიქეთ, რაღაც ყველაფერი გააკეთეთ, რაც ეხება. დააკომენტარეთ. დააკომენტარეთ აუცილებლად. მოგწერეთ ვინ გინდათ იხილოთ ჩვენთან გადაცემაში. აი აქ რომ ეჯდეს. უფრო დეტალურად ვისაუბროთ. ყველაფერ ამაზე პასუხს გაგცემთ და ამას აუცილებლად გავთვალისწინებთ. მადლობა დროებით. ნახვამდის.